ეხლა მინდა დუშენის თემა გავშალოთ რა. შენ იცი გიაგუში საღმოსახში ვიჩექი და ამ ამბებში ვიყავი ჩაფლული ძალიან გახარებული და უცებ მომდის შეტყობინება. რა თურმე Facebook მეგობარი ყოფილა ჩემი ერთ-ერთი მშობელი და ძალიან მოგცალებულად მომწერა იციო რომ მეც ერთ-ერთი მაგათგანი მშობელი ვარ და ისეთი ბედნიერები ვართ ყველანიო და ისეთი მადლიერები ვართ ყველანიო რომ ვერ წარმოგიდგენთ ერთი დიდი ზეიმი გვაქვსო გამოცხადებულიო და ამ დროს არ ეთყობოდეთ რა ბედნიერები იყვნენ ვიდეოც ნახოთ და მე კიდე გამოვავრცოთ რა ეს დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების პირველი ემოცია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შემდეგ. და არსებობს ალტერნატიული საქართველო. ეს მეორე საქართველო, რომელიც ოღონდ არ ვიცი სად ცხოვრობენ, ან სად დადიან ესეთები, ან როგორ შეიძლება რომ ერთი ჰაერით ვთქვათ ჩვენ და ისინი. და ეგ არის. ანუ ეს მართლა საშიში როგორ გავუწყდათ, ბიჭო, ეს მშობლების სიხარული როგორ იწყინათ? ერთ-ერთი წერა სხვა შორის ძალიან ჭკვიანი კომენტარი იყო. შვილი რადგინდას თუ სამშობლო იყო, წარმოიდგინე რა. გაურიგდნენ არისო? გაურიგდნენ არისო? და ერთ-ერთმა დაწერა და სხვათა შორის მე ვეთანხმებით არ გამოვრიცხავ. ერთ-ერთმა დაწერა რომ აი ახლა უკვე გასაგებია ის 2 მილიონი საწავაო. არ გააკარებენ იმ მილიონს. არა, ერთი პროსტა მინდა ერთი მშობელის კომენტარიც გაუშვათ რა, გახარებული მშობელის რა. რა პრემიერ-მინისტრთან ბატონ ირაკლი კობახიძესთან დეტალურად გადავეცით ჩვენ ინფორმაცია მედიკამენტებთან მიმართებაში, მიმდინარე პროცესებთან მიმართებაში, იმასთან დაკავშირებით თუ რატომ გახდა საჭირო უწყვეტი აქციის გამართვა მთავრობის სასახლის წინ. ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგანაც ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერ-მინისტრის მხრიდან. თითეული კითხვა იყო ჩვენ დავწმუნდით თამაში მიმართული იმისკენ რომ მართლაც გადაიდგას ქვენთი ნაბიჯები პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ნუ ახლა წარმოიდგინე რა. კონსტრუქციულ ადამიანს ისინი ვერ გუობენ გია. ხო რა, ანუ რა ამათ აბშობლებს უნდათ შედეგი. და შედეგი დადგა და იმათ უნდათ შოუ. და იცი რა იყო ყველაზე და პოლიტიკური გულები ამაზე რა. ნახე, ერთის მხრივ ჩვენ კი ძალიან ვხადაობთ ამ მასე მომპალ ტიპებზე რა, ვინც არიან მაგათ მხარეს, მაგრამ გუშინ ძალიან შემზარა. გია, წარმოიდგინე ჟურნალისტი, არ ვიცი თუ შენ მეწვერო დავასახელო ვინაობა, დავასახელებ ვინაობას. ტევ პირველის ეთერში, ანუ ამ თემას განიხილავდა ჩართვაზე ედგა ერთ-ერთი მშობელი და აი როგორ კითხვა დაუსვა, იცი? ეკო მედიკამენტების სახელებს რო არ ასახელებთო გასაგებიაო, მაგრამ აი ის მაინც გითხარით თუ ფასის კატეგორიის მიხედვით აირჩიესო, ანუ იაფიანს და უხარისხოს ყველა სიტუაციიდან რო იმას ეძებდე ბიჭო რო რაღაცაში მაგრამ კაროჩე რა გითხრათ მოდი რა კომენტარები ნახოთ რომ იცოდეთ გაუშვით просто აი ვა ეს მთელი ღვარძლი და აი ბოგმა რა ბატონ გაურიგეთ არალეგიტიმურ მთავრობას გესმის აი ბედედა ამათი პროტესტის იმედი გქონდა ფუ თქვენი გამყიდველი დედავატირე ბავშვებს ეხება საკ პროტესტი უნდათ გაგრძელებულიყო ბავშვებს ეხებოდა თემა წარმოიდგინე და პროტესტი რატო არ გაგრძელდაო რა ვინც კოცებისგან ფულს აიღებს მისი შვილი სულ რომ მოკვდეს არ შემეცოდება ანუ წარმოგიდგენთ ეს ნამდვილი ადამიანები არსებობენ ეს პროგრამა კი არ AI კი არ წერს ამ კომენტარს ადამიანები ესეთები ცხოვრობენ ნოზაძინათია ვინ არის და ეს ნოზაძინათია ეს მართლა სახელებით და გვარებით არის გამოსატანი მე ყველა სახელები და გვარები უნდა ამოვწეროთ რომ კონდეს რა ეს ტიპების სახელები როგორ გულშემატკივრობდი ამ ხალხს და როგორ შემაძულეს თავი მე მაგ კანცელარიაში მისვლას მირჩევნია ბენზინი გადამესხა და თავი დამეწვა წარმოგიდგენია ვინ არის ეს? არ იქნება ურიგო მე მგონი. სიური მთვარელაშვილი. ახლა უკვე ხალი წერს, დედა, ეხლა ის ხო დედაა, ხო? ხო, ქალები წერიან, ქალები მაგას გეუდები ნახე რა. სიური მთვარელაშვილი ვიღაც. აი ეს არის ის უკვე რა, გასაგებიაო, საწავა ის 2 მილიონი. ხო. წავა ხო, იქ წავა. იქ საწავა ხო, გათოხლეს ვაკაცუკებიო რა. მოგატყუესო და მოატყუეს რა. იმიტომ არის გამწარებულები რომ იქიდან ფული წამოიღეს. მართლა მსარავს. აი просто აი არ ვიცი და კიდე სხვაზე რო ლაპარაკობენ და ერთი თვე იყო აი დილი და ღამე. სხვის მორალზე რო ლაპარაკობენ და სხვის ღირსებაზე რეებს ადრულობენ.
არა, ნუ ეს სიგიჟეა. აი ხა მაგ დარწმუნებული ვარ, ბოდი ღმერთმა დაიფაროს ყველა ბავშვი. ეს ბავშვები ყველა რომ მოკვდნენ, ძალიან მაგრა გაუქმდა. შოუს გაკეთებ. შოუს გააკეთებენ და დაიწყებენ და აი რას ვიძახდი და ბავშვები მოკლეს ამ საზიზღრებას. ბავშვები მოკლეს, ოღონდ რატო იაფიანი პრეპარატის შემო უეჭველი მაგას ვიტყვი. საზიზღრები რა, ნუ აი საზიზღრები რა. აი გველები რომ დასრიალებენ, აი ეგ საზიზღრები არიან რა. აი ციგენი როგორ ცხოვრობენ საერთოდ ნუ